საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართეს. დღევანდელი მეგობრული თამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთის მხრივ რაგბის ეროვნული კავშირი და ჩვენი ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და მეორეს მხრივ დიპლომატიური კორპუსი გამოხატავს თავის მხარდაჭერას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მხარდაჭერა, იმიტომ რომ მიანიშნებს იმას, რომ ვთქვათ, ყველა ფორმებით ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად საზოგადოებას მივაწვდოთ ხმა იმის შესახებ, რომ დაუშვებელია ქალთა მიმართ ძალადობა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ქართველი მორაგბეები ამ სლოგანით არიან ჩართულები. ეს მატჩი არის საქველმოქმედო და ემსახურება ქალთა ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული და ჩვენი თამაშით ვეხმაურებით და ასეთ ამ აქციაში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ მესამე წელია თანამშრომლობთ UN Women-თან. ჩვენთვის პატივია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. კარგი მესეჯების გაგზავნა საზოგადოებაში, იმედია მოგვისმენა და ეს არის ერთ-ერთი 16-დღიანი კამპანიის ნაწილი და ეს თამაში ეძღვნება გაეროს ქალთა დაცვის ორგანიზაციის კამპანიას ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. გულშემატკივართა შორის შვედეთის ელჩიც შევნიშნეთ. დიანა იანსე მეუღლის საგულშემატკივროდ მოვიდა. დღეს არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიისადმი მიძღვნილი მატჩი, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რაგბში საქართველოს ნაკრებს ხვდებიან. მე ცოტა ნერვიულობ, რადგან ჩემი ქმარი თამაშობს. თამაშის ბოლოს საუკეთესო მოთამაშის ტიტული ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენელმა იოჰან ექსანდერმა დაიმსახურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში. ჩვენ ვითამაშეთ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და ასე გამოხატეთ მხარდაჭერა. მატჩის ორგანიზატორი გაეროს ქალთა ორგანიზაცია გახლავთ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 17 დეკემბერს დასრულდება.